საზოგადოებაში ხშირად არის ესეთი ფრაზა, ბევრს გაგიგიათ ალბათ, რომ აი ყველა სიკეთეს ვუკეთებ, მაგრამ არავინ არ დამიფასა. და ყველას უანგაროთ ვემსახურები, რამდენი რამე გამიკეთებია ისე, რომ არაფერს არ ველოდი და მაინც არავინ არაფერს არ აფასებს. ეს არის იუპიტერის გავლენა, შესაძლებლობების მიცემა სხვებისთვის, თუმცა ეს უნდა იყოს უანგარო. წესის მიხედვით. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ბევრი იძახის, რომ მე ამას უანგაროდ ვაკეთებ, შენ როდესაც რეალურად ითხოვ რამეს სანაცვლოდ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ რამეს აკეთებ უანგაროდ. არ არის აუცილებელი, რომ სანაცვლოდ რამეს კონკრეტულად მატერიალურს ითხოვდე, ხო? ანუ მე შეიძლება გავაკეთო სიკეთე, ვინმეს გავუკეთო და სანაცვლოდ ვითხოვდე მაგალითად თუნდაც იმას, რომ ყველა მიცოდეს ამის შესახებ, რომ მე ეს კონკრეტული სიკეთე გავაკეთე. ესეც არის მოთხოვნა, მე ვითხოვ სანაცვლოდ აღიარებას. თუ მე შემიძლია გავაკეთო სიკეთე და ველოდო შექებას. და ამიტომაც ვაკეთებდი ამ ყველაფერს, სანაცვლოდ ვითხოვ შექებას. მე შემიძლია გავაკეთო სიკეთე და სანაცვლოდ ვითხოვდე ისევ სიკეთეს. დრო აი მე შენ რაღაც გაგიკეთე და როდესაც მე რაღაც დამჭირდება, ისევ მოვალ შენთან, რომ აი გახსოვს მე რაღაც შენ გაგიკეთე და ეხლა მეც სამაგიეროდ იგივენაირად ვითხოვ შენგან რამეს. როდესაც თქვენ ამბობთ, რომ მე იმდენი სიკეთე მაქვს გაკეთებული უანგაროდ სანაცვლოდ არავის არ ვითხოვდი, მაგრამ უკვე ნიშნავს იმას, რომ თქვენ რაღაცას ითხოვდით სანაცვლოდ. უბრალოდ არ გაქვთ გააზრებული, რომ რეალურად რამეს ითხოვდით. იმიტომ რომ თუ გავაკეთე სიკეთე და არავინ არ დამიფასა, ესე იგი თქვენ ელოდით სანაცვლოდ დაფასებას. თუ თქვენ იძახით, რომ აი მე ამდენი სიკეთე გავაკეთე და მადლიერი არავინ არ არის, ესე იგი თქვენ ელოდით მადლიერებას სანაცვლოდ. ანუ თქვენ მაინც რაღაცას ელოდით სანაცვლოდ. და რეალურად როდესაც სიკეთე კეთდება უანგაროდ, ეს კეთდება გააზრებულად, თქვენ უნდა იაზრებდეთ, თუ თქვენ არაფერს არ ელოდებით სანაცვლოდ. არაფერს, არც დაფასებას, არც მადლობას, არც იმას, რომ ვინმე ამ სიკეთეს დაინახავს, ეს კეთდება თუ იუპიტერი არის დამუშავებული, სიკეთე და შესაძლებლობების მიცემა სხვებისთვის კეთდება ისე, რომ თქვენ სანაცვლოდ საერთოდ არაფერს არ უნდა ელოდებოდეთ. ანუ თქვენ არ უნდა გქონდეთ იმის მოლოდინი, რომ ვინმე ამას დაინახავს, ვინმე ამას დააფასებს, ვინმე მადლობას გეტყვით. სატრაბახო იქნება ეს თქვენთვის, ან სამაგიეროდ თქვენ სიკეთეს გაგიკეთებენ, ან სამაგიეროდ ვინმე რამეს თქვენ გეტყვით. არაფერი, საერთოდ არაფერი. არ უნდა ელოდოთ აბსოლუტურად არაფერს. სიკეთე უნდა კეთდებოდეს იუპიტერის ზეგავლენით, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ გაკეთდეს საქმე და მოსჩა თქვენი სახელი იქ არსად არასდროს არ უნდა ამოტივირდეს. არც 60-ში. იმის იმედით რომ აკეთებს ვინმე, რომ აი ოდესმე გადამეხდება. ესე არ კეთდება. თუ უანგარო არის, უანგარო უნდა იყოს ყველანაირად უანგარო.